დავიწყებ პირველ რიგში ამ გადაწყვეტილების შეფასებით, უკვე ექსპერტები, პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველოს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ვალდებულებები დაეკისრა. უფრო კონკრეტულად, გარდა იმისა, რომ ეს ერთ წარმატებად ითვლება, ბუნებრივია ეს პარაფირება, უფრო მაინც რომ განუმარტოთ მაყურებელს, რა საშინაო დავალება მიიღო საქართველომ, ასე ვთქვათ, ამ პარაფირებით და რა კონკრეტული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები დაეკისრა ჩვენს ქვეყანას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მიულოცავ საქართველოს მოსახლეობას თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომლისთვისაც მე მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ მართლაც არის ისტორიული დღე, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა ვილნიუსში, როდესაც მოხდა პარაფირება და დაიწყო რეალურად საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ოცნება და დღეს ამ პროცესს და ამ ოცნებას რეალურად ხორცშესხმა დავიწყეთ. მე მინდა გითხრათ, რომ მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ დოკუმენტების მომზადებაში, მოლაპარაკების პროცესში, განურჩევლად იმისა, რომელ პოლიტიკურ ძალასა თუ რომელ ხელისუფლების დროს მუშაობდა ის ამ დოკუმენტზე. ეს არის ყველას ზეიმი, მთელი ჩვენი ქვეყნის ზეიმია ნამდვილად და ამ ზეიმს და ამ წარმატებას გამტკიცება ჭირდება. ეხლა თქვენ შეკითხვაზე რო გავცეთ პასუხი, მინდა გითხრათ პირველი, რომ პარაფირებიდან ხელმოწერამდე უმთავრესი სამუშაო რეალურად განსახორციელებელი აქვს ევროკავშირს, ვინაიდან 28 ქვეყნის 24 ენაზე, ოფიციალურ ენაზე უნდა მოხდეს თარგმნა და უნდა მოხდეს მისი სამართლებრივად სრულყოფა და ადეკვატურობაში მოყვანა, რომ მოხდეს ხელმოწერა. დღეს ჩვენ მივიღეთ უმტკიცესი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ყველა დონიდან, როგორც სახელმწიფოს ლიდერების, ისე ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან, რომ შეძლების და გვარად სწრაფად მოხდება ამ დოკუმენტის ხელმოწერა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ის რეფორმები, რომელიც დაწყებულია ყველა ძირითადი მიმართულებით. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის, რა თქმა უნდა, ეს მართლმსაჯულების მიმართულებით, რათა დემოკრატიული ინსტიტუტების შენებლობა მოხდეს, ჩვენი ქვეყნის შიგნით ისეთი რეგულაციები იქნას მიღებული, რომელიც ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას აიყვანს ევროკავშირის სტანდარტებამდე და შესაძლებელი გახდება, როგორც კი ძალაში შევა ეს შეთანხმება, მალევე ქართული პროდუქცია სამარკო ნიშნით წარმოებულია საქართველოში, მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე. ამისათვის ყველაზე დიდი სამუშაო აქვს რეალურად პარლამენტს უახლოეს პერიოდში, როდესაც უნდა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. აი, სწორედ ამაზე მინდა ბატონ ალექსი, კითხოთ, 350-ზე მეტი კანონი უნდა მოვიდეს ფაქტიურად ევროკავშირის კანონმდებლობასთან სინქრონიზაციაში. ანუ და ბუნებრივია ეს ნაბიჯ გაკეთდება, ეს სწრაფად ვერა, მაგრამ მაინც რა არის პირველ რიგში განსახორციელებელი გეგმა, თუნდაც ამ მიმართულებით, აი მოკლევადიანი გეგმა რა არის? ეს კანონმდებლობა რეალურად თქვენს აღნიშნეთ, ეს ჰარმონიზაცია განსახორციელებელია და დღის წესრიგი ასოცირების შემუშავდება ძალიან მალე. ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ მივიღებთ პროექტს, დოკუმენტის, რომელსაც ქვია ასოცირების დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი რეალურად იქნება ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის ჩვენი სამოქმედო გეგმა და ჩვენი საგზაო რუკა, გზამკვლევი. ანუ ამ დღის წესრიგის მიხედვით ჩვენ ვიმოქმედებთ, რათა ყველა ვალდებულება, რომელსაც კონკრეტულ დროში შესასრულებლად ავიღებთ, შევასრულოთ. ეხლა რთულია იმის თაობაზე, რომელი კანონი შევა პირველი პარლამენტში მისაღება და მისი ჰარმონიზაციისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად გაიწერება და ჩვენ შევეცდებით, რომ აქაც არა მხოლოდ დროზე ადრე, არამედ ძალიან ეფექტურად და წარმატებით განვახორციელოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენზე იქნება დაკისრებული. გასაგებია, ბატონ ალექსი, ხელი მოეწერა ასევე შეთანხმებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. მოკლედ თუ შეიძლება რომ განმარტოთ, რას გულისხმობს ეს შეთანხმება და რა წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოს, თქვათ ამ კრიზისების მართვაში? პირველი მნიშვნელობის თაობაზე მინდა ვისაუბრო, ევროკავშირმა ისევე როგორც ევროატლანტიკურმა სივრცემ საქართველოს კიდევ ერთხელ აღიარა როგორც ძალიან საიმედო, როგორც ღირებულ პარტნიორად. დღეს ხელი მოეწერა ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც რეალურად უკვე განსაზღვრავს სამომავლოდ
კონკრეტული დეტალების შეთანხმებისთვის სამართლებრივ ბაზას ქმნის. ეხლა უკვე რეალურად შესაბამისი უწყებების თავდაცვის სამინისტრო იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სხვა რომელიმე შესაბამისი უწყება უკვე კონკრეტულად კონკრეტული მისიისთვის დაიწყებს მოლაპარაკებას ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ეს საკმაოდ ისეთი შრომატევადი პროცესია და ამას გარკვეული დეტალების შეთანხმება ჭირდება, მაგრამ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია ის, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს როგორც მის საიმედო პარტნიორს. შეიძლება ეს დღეს როგორც განცხადება ძალიან ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციული პროცესის დაჩქარებით. შეხვედრების დონეც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსადმი ინტერესი ძალიან მაღალი და ძალიან დიდია. მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სულ რამოდენიმე დღეა შეუდგა თავის უფლებამოსილების შესრულებას, ამიტომაც ჩამონათვალიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ვიზიტი ქონდა მას. ეს არის ბატონი ბაროზო, ბატონი რომპოი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ბატონი შულცი, ესტონეთის, სლოვენიის პრემიერები, ლატვიის პრეზიდენტი, ასევე მსვლელობის დროს სამიტის მსვლელობის დროს ქონდა შესაძლებლობა როგორც გერმანიის კანცლერთან, ისე სხვა მეგობარი ქვეყნების, პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი დონის პირებთან გასაუბრების და კომუნიკაციის და ჩვენი მთავარი გზავნილების მიწოდების. ასევე მინდა გითხრათ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ მისი გამოსვლაც როგორც სადილზე სახელმწიფოს მეთაურების, ისე მისი გამოსვლა დღეს სახელმწიფოს მეთაურების წინაშე სამიძე ძალიან შეფასდა, ძალიან პოზიტიურად, განსხვავებულად და ძალიან მკაფიო გზავნილებით. ეს უკვე ჩვენ შეგვეძლო ამაში დარწმუნება მისი გამოსვლის შემდგარ შეხვედრებზე, როდესაც აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული და მის ხელისუფლებას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით სწორად და ნათლად წარმოუდგენია მის წინაშე მდგარი ამოცანები. ასევე ძალიან ხაზგასმით იყო აღნიშნული ყველა შეხვედრაზე ჩვენ წინაშე მდგარი საგარეო გამოწვევების თაობაზე და ჩვენ მივიღეთ მტკიცება და ჩვენი პარტნიორების თანადგომა, რომ ყველა ესეთი გამოწვევის და ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში ევროკავშირი ძალიან მკაცრად და მკაფიოდ მოახდენს რეაგირებას. ამაზე მეწყვილებს მათი ლიდერების განცხადებების თვითონ სამიტის მსვლელობისა. ბატონო ალექსი, გაწყვეტინებთ უკაცრავად, მაგრამ საგარეო გამოწვევები რადგან ახსენეთ, უკრაინის მოვლენები არ შემიძლია რომ არ ვახსენო, ბუნებრივია ამის ფონზე, ვილნიუსის სამიტის ფონზე მიმდინარეობს იქ რაც ხდება ეს აქციები და იანუკოვიჩმა ფაქტურად ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ზეწოლის გამო შეაჩერა ხელშეკრულებაზე თქვათ ხელმოწერის პროცესი. მსგავს საფრთხეებზე არის საუბარი საქართველოსთან მიმართებაშიც. თუ იყო აი ამ კონკრეტულ საფრთხეებზე და რისკებზე საუბარი და სწორედ ეს მაინტერესებდა, რაზეც თქვენ ახლა განცხადებას აკეთებდით, რომ ევროკავშირის მხრიდან იგივე ამ ხელმოწერამდე პერიოდზე არის საუბარი, რომ შესაძლოა უფრო სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. მოკლედ, რუსეთის საფრთხეზე თუ გაკეთდა კონკრეტული განცხადებები და კონკრეტული რაღაც პასუხები თუ მიიღო საქართველოს. ყველა შეხვედრაზე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დააფიქსირა ჩვენი სურვილი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების, მაგრამ ამავე დროს რეალურად იყო საუბარი რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ზოლების გავლების პოლიტიკის გაგრძელებაზე და ამის ყოვლად დაუშვებლობაზე. ასევე საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ უმნიშვნელოვანესია დაჩქარდეს ხელმოწერის პროცესი და საქართველოს თავის მხრივ მზად არის, რომ ყველაფერი გააკეთოს ამისათვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათგან მივიღეთ წმუნება, რომ ყველა სტრუქტურა ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურა იმუშავებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ხელმოწერა. მომავალ წელს დამატებითი რეჟიმით იქნება განხორციელებული სამუშაო, რადგან ყველა ხვდება, რომ ამ პერიოდში ზეწოლა გაძლიერდება მოლდოვაზეც, გაძლიერდება საქართველოსზეც, თუმცა საქართველო დღეს ენერგეტიკულად არის რუსეთისგან დამოუკიდებელი
საქართველოსთვის რეალურად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ემბარგო შემოღების შემთხვევაში საქართველოს შეძლებს ალტერნატიულ ბაზრებზე და ევროკავშირის ბაზარით სამხრეთ ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავს ჩვენ მხარდასაჭერად და აქვე კონკრეტულ ნაბიჯებში მინდა აღვნიშნო რომ ჩვენმა მოსახლეობა მინდა იცოდეს რომ ძალიან პოზიტიურად შეფასდა ის პროგრესი რომელსაც ჩვენ მივახციეთ ვიზის ლიბერალიზაციის გეგმაზე მუშაობის მსვლელობისას უმოკლეს დროში ჩვენ ალბათ გადავართ უკვე მეორე ფაზაზე ზონაში ბატონო ალექსი და ეს მაინტერესებდა ნუ როდის იქნება ეს შესაძლებელი საქართველოს ეს დაფიქსირდა კიდეც ორ მხრივ შეხვედრებზე დიახ ეს განცხადებებშიც გაკეთდა რომ საქართველოს მიაღწია პროგრესს და დაფიქსირდა ასევე ორმხრივ შეხვედრებზეც რომ საქართველოს აუცილებლად მიიღებს ძალიან გთხოვთ ვადებს ნუ მომთხოვთ იმიტომ რომ ნაადრევია ჯერ ვადებზე საუბარი მაგრამ დინამიზმი არის და ყველა ერთხმად აღნიშნავს რომ საქართველოს უფრო სწრაფად გადის ამ ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესს თუნდაც ვიდრე იგივე მოლდოვა, იმიტომ რომ ჩვენ გავიზიარეთ ჩვენი მოლდოველი მეგობრების გამოცდილება, რეკომენდაციები და ევროკავშირის მხრიდანაც უფრო მეტი მზაობა არის, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი და დაჩქარებულად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. საუბარი იყო ჩვენი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა იმისათვის, რომ ყველა პროცესი, როგორც აქამდე მიმდინარეობდა, წარიმართოს ტრანსპარენტულად, საერთაშორისო მაქსიმალური დაკვირვებისა და მონიტორინგის ქვეშ, ჩვენი მხრიდან გამოითქვა ღრმარწმენა იმისა და ასევე ვალდებულება იმისა, რომ არც ერთი პოლიტიკოსის მიმართ წარსული ხელისუფლების არ იქნება გამოყენებული შერჩევითი სამართალი რეალურად ქვეყანაში არ არსებობს შერჩევითი სამართალი მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ აღქმა რომელიც არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობაში რომელიც მცირდება სულ უფრო და უფრო მეტად და გაცილებით უფრო ნაკლებ შეხვედრაზე იყო ამაზე ხაზგასმა მაქსიმალურად იყოს მინიმიზირებული და რეალურად საბოლოო ჯამში საერთოდ მოიხსნას ეს საკითხი. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა და მისი აზრისადმი ძალიან მოგზალებული დამოკიდებულებისა, მე ვერ გავიზიარებ, რომ საქართველოში ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის მერე იყო კავკასიური ვენდეტა და ეხლა დროა რეფორმების განხორციელების. რეფორმები შეუქცევადია და რეფორმები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ამაზე მეტყველებს ნატოში ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასებას, რომელიც შეფასებულია როგორც ყველაზე საუკეთესო გასული 5 ციკლიდან. ასევე მინდა აღვნიშნო ერთმნიშვნელოვნად რომ განსხვავებული არის რეალურად საერთოდ პროცესები და ის გარემო რომელშიც მიმდინარეობს მოსამართლეები თავისუფლებიან და განთავისუფლდნენ მაქსიმალურად ზეწოლისგან იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს და ჩვენ ღია ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე რათა მოხდეს დაკვირვება მაგრამ გარწმუნებთ რომ ამაზე საუბარი სულ უფრო და უფრო მეტად შემცირდება და როდესაც ჩვენ ყველა ერთად ჩვენი ოპონენტებიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთელი საქართველოს ყველა ერთად ვიზეიმებთ აუცილებლად მომავალ წელს ძალიან დიდ წარმატებას, რაც აისახება ხელმოწერაში ასოცირების შეთანხმების და არ მინდა მოვლენებს გავასწრო, ასევე მოლოდინი არის გარკვეული რომ ნატოს მიმართულებითაც შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი პროგრესი. ანუ იყო ამაზე თითქოს საუბარი, ამას გულისხმობთ? მე არ მიხსენებია ეგ სიტყვა, მე გითხარით რომ ნატომ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ადეკვატურად ასახავს საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს.